ნესტან კირთაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მთიან რეგიონებში მოსახლეობა ბუნებრივი აირით და შეშით უზრუნველყოს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა და სოციალური ფონის გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, კირთაძის განცხადებით, საქართველოს ევროპული კურსი უნდა შეინარჩუნოს და ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა გაანაგრძოს. საბჭოთა კავშირებში, ახალ გაერთიანებებში, რომელსაც ქვია ევრაზიული და სხვა ტიპის გაერთიანებები, საქართველოს არ უნდა შევიდეს. ახლოვდება ნოემბრის თვე, ახლოვდება ვილნიუსის სამიტი, ახლოვდება აღმოსავლეთის ევროპის პარტნიორობის ფორმატში, ფარგლებში საქართველოს ევროპას შორის ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირება თავისუფალი ვაჭრობისა. ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით საქართველოს ეკონომიკური სახელმწიფოებრივი განვითარების გზით.